იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა შუადღის ფუფუნი და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟუჟუ კოსმეტიქსი და მისი წარმომადგენელი საქართველოში ექსპერტი, კოსმეტოლოგი, ქიმიკოსი ჟუჟუ ძაძამია. მოგესალმებით ქალბატონო ჟუჟუ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოდი ერთად გავიცნოთ ჩვენი მაყურებელს თქვენი ბრენდი ჟუჟუ კოსმეტიკის შესახებ, უფრო დაწვრილებით და დეტალურად რომ ვისაუბროთ. მოგესალმებით, შუადღის ფუფუნის ერთგულ მაყურებელს მივესალმები. დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ გადაცემაში. ჟუჟუ კოსმეტიქსი. ეს არის ჩვენი კოსმეტიკური ხაზი, რომელიც გამოყვანილია სპეციალურად ადამიანის კანისთვის. უი, რას ამბობთ? დიახ. და ის გაცილებით ელასტიურს და ბზინვარეს ხდის კანს ფორებს აუფერულებს, სახე მოყავთ ერთ ფერზე და მატებს ბზინვარებას. თავარი ინგრედიენტი, რასაც შეიცავს, ეს არის ბაყაყის ქონი. ბაყაყის ქონი, რომელიც ხელს უწყობს კანის სიპრიალეს. ასევე აქვს ცოტაოდენი ვერცხლის წყალი, ასევე აქვს ცოტა ბორი და დარიშხანის დასაშვები ნორმა. ჩვენი დევიზია ჟუჟუ კოსმეტიქსი მიღბავს როგორც მახინჯ სულს, ასევე სხეულს. ბანი ძალიან საინტერესოა. მოდი განვაგრძოთ შუადღის ფუფუნი და მოგვიყევით, საიდან გაჩნდა თვითონ ეს იდეა? თვითონ იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ წლების წინ. ჩემი ბებია ჟუჟუნა. ჩემი ბებია ჟუჟუნას დამსახურებაა ყველაფერი. მოდი მოგვიყევით. აი ხა მოგიყვებით ამ ისტორიას. ჟუჟუნა ბებო ზამთრისთვის აკეთებდა კიტრის მწნილს. მომინდა. და როდესაც კიტრის მწნილს დაასხა, უბრალოდ კიტრს დაასხა ცხელი წყალი, დიდი ხანი გააჩერა ეს ცხელი წყალი და ამატებდა ამ ცხელ წყალს და მერე ჩაასხა, გადაიტანა ქილაში ეს ცხელი წყლიანი კიტრები, პატარა კიტრები და უცებ გასკდა ქილა. და ჟუჟუნა ბებოს შემთხვევით სახეზე გადაესხა ეს სითხე. მომენტალურად იქვე იყო სარკე, სარკეში რომ ჩაიხედა, ნაოჭები გადასწორდა. უი, რას ამბობთ? ამ ყველაფერს აღარ ქონდა საერთოდ. და აი ესე ჩემი ბებიისგან მერგო ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი. ანუ თქვენ ბებოს დატოვებული რეცეპტი თქვით დღემდე, ხომ, ამ კოსმეტიკას? არა, ჩინეთში ვყიდულობთ ცოტა იაფიან პროდუქციას, მე აქ ჩამოგვაქვს, აი ესე ვფუთავთ ლამაზად, ბრენდს ვაკეთებთ, ვაბრენდინგებთ და იმას ვყიდით. გასაგებია. ხო, მაგრამ ის ისტორია ხო ძალიან ლამაზია. არა, ისტორია, რა თქმა უნდა, გეთახმებით ძალიან ლამაზია და აი რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თვითონ ეს პროდუქცია? მე მინდა მოვუწოდო ქალბატონებს. გადაყარეთ ფანჯრიდან ძვირიანი ბრენდის უხარისხო ქიმიური ნაგავი და ისარგებლეთ ჟუჟუ კოსმეტიქსით, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე. ისეთები როგორიც არის ტარხუნა, ოხრახუში, ქინძი, ხახვი, მწვანე ოღონდ და ტყემალი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ პატარა მალამოში თავმოყრილია ჩაქაფულის მთელი ინგრედიენტები. რა საინტერესოა. კი არა, მე და ჩემი გოგოები რამდენჯერ დაგვემართა ესეთი ამბავი, მოხარშულ ხორცს ვჭამდით, აი ესე გადავუსვით ჩვენი მალამო და მივირთვით როგორც ჩაქაფული. დაგპატიჟებთ მერე აუცილებლად. ძალიან საინტერესოა, აუცილებლად გესტუმრებით. თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქცია უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. დიდი სიამოვნებით. მე ამაში დამეხმარება ჩემი ასისტენტი, გოგონა არაჩვეულებრივი მარიამი, რომელიც სულ 2 დღეა შემოუერთდა ჩვენს გუნდს ჟუჟუ კოსმეტიქსის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ხარ მარიამ? ძალიან კარგი. განწყობა როგორი გაქვთ, რა თავარია? საიდან ვიწყებთ რას, როგორ აი პირველ რიგში რომ ესე აუხსნათ მაყურებელს? მოდი ჩვენ დავიწყოთ, ანუ სხვადასხვა პროდუქტი გამოვცადოთ ეხლა მაყურებელთან ერთად პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ თვალის ფანქარი. შავი თვალის ფანქარი. მარიამ, თვალები დამიხუჭე და არ გამიღო გენაცვალე, იმიტომ რომ
ეს თვალში თუ მოგხვდა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. იწევს სიბრმავეს. დახუჭე გოგონა თვალი. ხო, სიბრმავეს იწევს, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა წავისვათ. ძალიან მდგრადია. მაგრამ სიბრმავეს იწევს. ხო, ამიტომ ფრთხილად უნდა წავისვათ. ნუ ესეთი მოცემულობა გვაქვს. კარგად, მადლობა, გხედავთ. ხო, ყველაფერი დიახ. ხო, ხო არ მოხვდა თვალში. არა. განვაგრძოთ, გადავიდეთ, გამოვცადოთ ტონალური. გასაგებია. მე ბოდიში მაინც ვიკითხავ, იმედია ჩვენი სტუმარი კარგად გრძნობს, ხო? როგორ ხარ? წყალი ხო არ გინდა? არა. იმიტომ რომ ფერი ცოტა. მე ღელავ. არა, ნუ იღელვებ მარიამ. ეხლა ვისვამთ ჩვენ ტონალურს. დიახ. გასწორდი მარიამ. წასმას აუცილებლად ვიწყებთ ცხვირიდან. მარიამ მოყვები და ცოტა მოიწიე რა. უკაცრავად იმედია ჩვენი სტუმარი თავს კარგად გრძნობს, იმიტომ რომ წეღან ქვედაყბა უკანკალებ და შევნიშნე. მარიამ, ხო ვერაფერს გრძნობ ეხლა? გრძნობ რამეს? ცოტა ბენზინის და აცეტონის გემოს გრძნობ პირში. იცის ესე? აი მე არ უნდა გრძნობდეს. ხო, მაგრამ გრძნობს და არა, რაღაცა ეშლება. ტონალურსაც მოვრჩით, ტონალური გამოვცადეთ. განვაგრძოთ ჩვენი პროდუქციის პრეზენტაცია. ჟუჟუ კოსმეტიქსის პრეზენტაცია და ეხლა დროა რომ წავისვათ ტუში. აუცილებელია ტუში. ვაიმე. მარიამ, ეხლა უნდა წავისვათ ტუში. არა. აი მინდა იყოს რა. არა, ტუში უნდა წავისვათ. მარიამ, კი, წავისვამთ. არ უნდა. ეხლა წავისვამთ ტუშს. ქვემოთ დაიხედეთ. აი ძალიან ცოტა ყოფნის. ფანტასტიკური ტუშია. ერთი წუთით, ისა ეთერში ვართ. ეწვის, შეიძლება ეწვის. არა, არ ეწვის, მარიამ. კანკალებს თან როგორ? მარიამ ეთერში ვართ ერთი წუთით. როგორ ხარ მარიამ? ვაიმე, რა მოუვიდა? არაფერი, ისეთი გვერდითი მოვლენაა მსუბუქი. არა, ძალიან დიდი გვერდითი. ჩვენ მომზადებულები ვართ მოსული და არის ექიმი? კი. ხო, ისევ დაგჭირდით რა ბოდიში. ანუ ხშირად ხდება ესე, ხომ? კარგად. კიდე კაი. აქ იყავით რა შორს არ წახვიდეთ. კარგად, მადლობა. როგორ გრძნობ თავს? ნუ გოგონა აშკარად კარგად არის. ასევე გვაქვს, მოდი გადავიდეთ ახლა. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სახის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკური საშუალებები, ასევე გვაქვს თმის მოვლის არაჩვეულებრივი პროდუქტები. აი ხა მე თქვენთან ერთად დავტესტავ პირდაპირ ეთერში თმის ბალზამს, რომელიც მშრალ თმაზე შეგიძლიათ წაიცოთ და რამდენიმე წუთში თქვენ თვითონ ნახავთ შედეგს. როგორი ბზინვარე გახდება თმა. საშიში არ არის, ხო? არა, საკვირველია. ერთი წუთით. მარიამ გასწორდი? ჩემო ლამაზო. ვერ სწორდება, ხო, მე მგონი? არა, მარიამი ყველაფერს აკეთებს, არაჩვეულებრივი გოგოა. ეს რამდენი ხანი უნდა აი, უკვე აქ შედეგი, მე ვგრძნობ პირადად. კი. ერთი წუთით. მარიამ, ხელი ჩაწიე, მე პირში არ ჩაიდო. გეკავებათ? მარიამ, წვის შეგრძნება ხომ არ გაქვთ? ან ხო არ გეკავებათ კანი? მეშვის. ვაიმე, მეშვის, ანუ მეტყველებაც წაერთვა. იტანჯება. კარგად, მაგ. უფრო ორიგინალურად ვიდრე კარგად. არა, ნუ შედეგი აშკარად არის ახლა. ვაიმე, რა არის ეს? აი ესეც გვერდითი მოვლენაა ერთგვარი. ანუ ღერები არ გცვივა და ბღუჯა? ბღუჯა მოწყდა? ბღუჯა. ვაიმე. რატო მოხდა ესე? ვაიმე, გეტყვით, ეს უკეთესიც კია. უკეთესიც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი თმა ჩამოვა, მეტი ახალი თმა ამოვა, ბევრად მეტი. შეიძლება თლიანად გამელოდე მარიამ.
მაგრამ ამაზე არ ინერვიულო, მაქსიმუმ 9 თვეში წამოვა სულ ახალი ჯეჯილივით ანუ თმა. ეტაპობრივად წამოვა? კი. 9 თვეში მარიამ სრულიად ახალი თმა წამოვა. მოდე ახლა. რაო? ანუ მანამდე რა ვქნაო, ხო? მე მგონი ეს. მანამდე, იცი რა, ყველაფერს ვეგუებით ზოგადად ადამიანები და აუცილებლად მარიამიც ისეთი ძლიერი გოგოა, რომ ყველაფერს შეძლებს. ხო, მაგრამ იცით რა არის, მე მგონი შეშუპდა, იცით? არა, ვაიმე. იცით რა, ერთი წუთი დაბრძანდით 2 წელიწადში მარიამი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. არა, დავეხმაროთ რა, გეხვეწებით. ვაიმე, ექიმი რა მოგზანდით რა თუ შეიძლება როგორ არის? კარგად იქნება. ქალბატონო თათია, თქვენ გელოდებით ჩემს შოურუმში აუცილებლად. არა, მადლობა. საჩუქრები მაქვს არა, მადლობა. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, აუცილებლად შევხვდებით ისმანეთს. მომდევნო კვირას როგორ არის პაციენტი? გაიყვანეთ რა. ეს რა გააკეთეთ? ვაიმე, გამარდა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.